გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ შევეხებით ვენესუელას და კონკრეტულად ბოლო პერიოდში შეერთებული შტატებისგან გააქტიურებულ აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას ამ სახელმწიფოს მიმართ. თავდაპირველად უნდა ვახსენოთ ის, რომ ვენესუელა ჯერ კიდევ 2005 წლიდან იმყოფება შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში ვენესუელას ლიდერმა უგო ჩავესმა მოახდინა ქვეყნის მთავარი სიმდიდრის ნავთობის ნაციონალიზაცია და მისი სახელმწიფოს ქვეშ დაქვემდებარება. თუმცა სანქციების ახალ ეტაპზე გადასვლა მოხდა 2015 წელს, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა სპეციალური ბრძანება, რის მიხედვითაც ვენესუელა გამოცხადდა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ გამოწვევად და ამის შემდგომ ქვეყნის ლიდერებს და მმართველ პარტიის წარმომადგენლებს დაუწესდათ სანქციები, გაეყინათ აქტივები შეერთებულ შტატებში და რაც თავარია, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობ კომპანიას აეკრძალა ნავთობით ვაჭრობა საერთაშორისო დონეზე. თუმცა იყო ერთი გამონაკლისი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას, როდესაც მან ნავთობ კომპანია შევრონს უფლება დაართვა, რომ გაეგრძელებინა ოპერირება ვენესუელაში ნავთობ მოპოვებასა და წარმოებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომპანიას ვენესუელასთან აკავშირებდა ათწლეულოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, თუმცა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ ესეთი რადიკალური სანქციები ვენესუელაზე აღდგა და შეევროსაც შეეზღუდა საქმიანობა ვენესუელაში. შეერთებული შტატების მხრიდან ვენესუელასთან ურთიერთობების დაძაბვის ბოლო ეპიზოდი იწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელა გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ ნარკოტრაფიკიორ ქვეყნად, რომელსაც არალეგალურად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეაქვს ნარკოტიკები და ოქტომბრის თვის დასაწყისიდან პრაქტიკულად ყოველკვირეულად ამერიკული დრონები თავს ესხმიან ვენესუელას წყლებთან ახლოს ეგრეთ წოდებულ ნარკოტრაფიკიორ კატარღებს. თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში თუ დაუკვირდებით, მსგავსი ტიპის მცირე ზომის კატარღებს არ შეუძლიათ მიაღწიონ შეერთებული შტატების სანაპიროებს ვენესუელადან. ამ კატარღების მთავარი მარშრუტი არის ვენესუელადან მის მეზობელ კუნძულოვან სახელმწიფოსთან გადასვლა, იგულისხმება ტრინიდადი და ტობაგო, სადაც გადააქვთ არა მხოლოდ ნარკოტიკი, არამედ სხვადასხვა ტიპის სამხმარებლო საქონელი, როგორც ასე ვთქვათ, ტრინიდადი და ტობაგოში, ასევე ტრინიდადი და ტობაგოდან ვენესუელას მიმართულებით. რაც თავარია, აქ უნდა ვახსენოთ ის, რომ ვენესუელა არ არის ნარკოწარმოშობის ქვეყანა და ის მსოფლიოს ნარკოტრაფიკიორ ქვეყანათა ხუთეულშიც კი არ შედის. ამ მხრივ მოწინავე ქვეყნები, ნარკოტრაფიკიორი ქვეყნები არიან სხვა ლათინური ქვეყნები, მთავარი ამ შემთხვევაში არის მექსიკა, გვატემალა, ჰონდურასი, კოლუმბია და მათ შორის ბრაზილიაც კი. ამის დასადასტურებლად 2025 წელს გაერომ გამოაქვეყნა ნარკოტრაფიკინგთან დაკავშირებული რეპორტი, სადაც აღნიშნულია ის, რომ ვენესუელას გავლით კოლუმბიური კოკაინის მხოლოდ 5% ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ანუ ეს 5%-იც სრულად არ მიემართება შეერთებულ შტატებში, ნაწილი მიდის ევროპის მიმართულებით და ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული ქვეყანა არის ტრინიდადი და ტობაგო, ანუ ვენესუელადან გადააქვთ კოკაინი ძირითადად ტრინიდადი და ტობაგოში და ტრინიდადი და ტობაგოდან ხდება შემდგომ ევროპაში. ამავე დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული მაგალითი, 2018 წლის მაგალითი, როდესაც კოლუმბიამ აწარმოა 2370 ტონა კოკაინი, საიდანაც მხოლოდ 210 ტონა გავიდა ვენესუელას გავლით სხვადასხვა ქვეყნებში. როდესაც ამ 2370 ტონიდან 1400 ტონა გავიდა გვატემალას გავლით და ძირითადად გვატემალადან შეერთებულ შტატებში მიდის კოკაინი. Venezuela is not the most problematic country, but it is a major U.S. adversary. You're wrong in your question. Number one, Venezuela is a major source, and the reason why is the following. And I've seen a lot of this reporting, and it's fake reporting, and I'll tell you why. It says that somehow Venezuela is not involved in the drug trade because the UN says they're not involved in the UN. I don't care what the UN says. The UN doesn't know what they're talking about. Nicolas Maduro is an indicted drug trafficker. Აქ შევეხოთ არალეგალური მიგრაციის საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია დღევანდელი შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის, ის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალს აბრალებს იმ არალეგალურ მიგრანტებს, კონკრეტულად ლათინური ამერიკიდან, მაგრამ თუ ჩავხედავთ ციფრებს, ვენესუელა ამ თვალსაზრისით არის მხოლოდ მეხუთე ქვეყანა ამ სიაში, საიდანაც ხდება არალეგალური მიგრაცია შეერთებულ შტატებში და მისი ციფრები გაცილებით ნაკლებია მასზე წინ მდებარე ქვეყნების არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობის, ხო, მაგალითად ამ ცხრილში ჩანს, რომ მექსიკიდან 5.5 მილიონი ადამიანი შევიდა ერთ წელიწადში შეერთებულ შტატებში, 1.5 მილიონი გვატემალადან,
მილიონები ჰონდურასის, სალვადორიდან, მხოლოდ 9 მილიონამდე ადამიანი არის ვენესუელადან წასული შეერთებულ შტატებში არალეგალურად ავსტრავად. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ნარკოტრაფიკინგი და კრიმინალის ექსპორტი ვენესუელადან შეერთებულ შტატებში არის მხოლოდ საბაბი და არა ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეერთებულ შტატებმა ბოლო პერიოდში დაიწყო სამხედრო პოლიტიკური წნეხის ზრდა ვენესუელას დღევანდელ ხელისუფლებაზე. და ასევე უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ მთავარი მოტივები ამ შემთხვევაში არის ვენესუელას მთავარი სიმდიდრე ნავთობი და მისი როგორც გეოპოლიტიკურად მოწინააღმდეგე ქვეყნის ნეიტრალიზება ლათინურ ამერიკაში დასავლეთ ნახევარ სფეროში. ამ მოსაზრების დასადასტურებლად და შეერთებულ შტატების ვენესუელას მიმართ სავარაუდო გეგმების გასაგებად შეიძლება ვნახოთ 2023 წლის ცნობილი კვლევითი ორგანიზაციის რენდის კორპორაციის რეპორტი, რომელიც შეეხება დიდ გლობალური მოთამაშეების კონკურენციას ლათინურ ამერიკაში და ამ რეპორტში ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა ვენესუელას. ამ რეპორტში ნახსენებია ის, რომ ვენესუელა წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავარი გლობალური კონკურენტების, ამ შემთხვევაში ჩინეთისა და რუსეთის მთავარი დასაყრდენი სახელმწიფოა ლათინურ ამერიკაში და რომ ამ ორ ქვეყანასთან სამხედრო კოოპერაცია, თანამშრომლობა ვენესუელას მხრიდან წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის რეგიონულ გამოწვევას. ნახსენებია, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის როგორც საერთაშორისო მშვიდობას, ასევე რეგიონის უსაფრთხოებას. ამ რეპორტში პრაქტიკულად მოცემულია სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა მოიქცეს შეერთებული შტატები, თუ კი იგი საბოლოოდ გადაწყვეტს განახორციელოს სამხედრო აგრესია ვენესუელას წინააღმდეგ და აღნიშნულია მთავარ კომპონენტად ავიაციის გამოყენება და ასევე ხაზგასმულია ის, რომ მთავარი ავიაოპერაციები უნდა განხორციელდეს შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, თუმცა მოცემულია სხვა სათადარიგო ალტერნატივებიც და ამ ალტერნატივებში მოიაზრება ამერიკული ავიაბაზები სხვა ლათინურ ქვეყნებში, ამ შემთხვევაში მთავარი კანდიდატები არის კოლუმბია და ჰონდურასი. კოლუმბია ამ შემთხვევაში არის ვენესუელას მეზობელი სახელმწიფო დასავლეთით და ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება პუერტო-რიკოზე დახურული ავიაბაზის აღდგენა. ეს არის რუზველტის სახელობის ავიაბაზა, რომელიც 2004 წელს დაიხურა და ბოლო ცნობებით შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ამ ბაზის აღდგენა და ოპერირებად მდგომარეობაში გადაყვანა. რეპორტი განიხილავს იმ სცენარებს, როდესაც პოტენციურ კონფლიქტში შეიძლება ვენესუელას სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარნონ მისი პარტნიორი სახელმწიფოები რუსეთი და ჩინეთი, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატები ტერიტორიულად ახლოს იმყოფება ვენესუელასთან, მის საჰაერო და საზღვაო ძალებს შეუძლიან დაბლოკონ ეს ლოჯისტიკური მომარაგება, თუმცა ასევე ნახსენებია ისიც, რომ შეერთებულ შტატებს შეიძლება გაუჭირდეს გამტარი ქვეყნების კონტროლი, ამ შემთხვევაში ნიკარაგუასა და კუბასი, რომლების საშუალებითაც შეიძლება ვენესუელამ მიიღოს ეს ჩინური და რუსული სამხედრო თუ ფინანსური დახმარება. ვენესუელასთან პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში რენდის რეპორტი განიხილავს ფსიქოლოგიური ოპერაციების მნიშვნელობას, სადაც მთავარი სამიზნე იქნება ბუნებრივია ვენესუელას პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და კონკრეტულად პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. რეპორტი ხაზს უსვამს იმას, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციები შეერთებულ შტატებს ხშირად წარმატებით გამოსდის, კონკრეტულად ლათინურ ამერიკაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც. და გარდა იმისა, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციებში შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ოპერაციები, ასევე შეიძლება იყოს კულტურული ნაწილიც, სადაც მთავარი აქტორები იქნებიან ესპანურენოვანი დიასპორა, როგორც სხვა ლათინურ ამერიკის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში მაცხოვრებელი ლათინოსები. რეპორტში აღნიშნულია ის, რომ მსგავსი ტიპის სცენარები წარმოადგენს მხოლოდ პროექციას და რეალობაში შეიძლება ის ვერც ერთი ვერ განხორციელდეს და პრაქტიკაში სამხედრო ინტერვენცია ვენესუელაში შეიძლება გადაიზარდოს გაწილილ და ძვირადღირებულ სამხედრო მისიად, რაც არ შედის შეერთებულ შტატების ინტერესში და ასევე აქ ხაზგასმულია ის, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთისა და ჩინეთის დახმარების ფაქტორი ოფიციალურ კარაკასის მიმართ. ასევე რეპორტის ბოლოს მოცემულია ერთგვარი ცხრილი, რის მიხედვითაც შეიძლება გავიგოთ ვენესუელასთან კონფლიქტში დაინტერესებული მხარეების სავარაუდო ინტერესები, შესაძლებლობები, რისკები თუ გამოწვევები და აქ განხილულია სამი ძირითადი გლობალური მოთამაშე, შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. პირველ გრაფაში მოცემულია ამ სამივე ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნები, მაგალითად, შეერთებული შტატების მიზანია, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში არ მოხდეს სხვა გლობალური ძალის ფეხის მოკიდება. ჩინეთის შემთხვევაში ეს არის შეერთებული შტატების გავლენის დაბალანსება, ხოლო რუსეთის შემთხვევაში შეერთებული შტატების
გავლენის ძირის გამოთხრა და საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება. აქვე მოცემულია თითოეული ამ ქვეყნის სავარაუდო ამოცანები, მაგალითად შეერთებული შტატების ამოცანა იქნება რეგიონული სტაბილურობის შექმნა და ჰუმანიტარული კატასტროფების პრევენცია, რაშიც მოიაზრება ეს ნარკოტრაფიკინგი და კრიმინალის ექსპორტი. ჩინეთის შემთხვევაში ეს არის ვენესუელასთან ნავთობის სექტორში თანამშრომლობის შენარჩუნება, მსგავსი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს რუსეთსაც და ასევე იარაღით ვაჭრობა. პოტენციურ კონფლიქტში შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ვენესუელაში არსებულ დემოკრატიის მომხრე ოპოზიციურ ძალებს, ხოლო ჩინეთი მთავრობას, ასევე რუსეთიც მთავრობას. აქვე მოცემულია ის თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ეს სამი გლობალური ძალა ვენესუელაში საკუთარ პროტეჟე აქტორებს, იქნება ეს ოპოზიცია თუ მთავრობა, მაგალითად შეერთებული შტატების შემთხვევაში მას მხოლოდ შეიძლება არაპირდაპირი ფარული დახმარების გაწევა და აღნიშნულია, რომ სამხედრო ინტერვენციის ალბათობა დაბალია და დაახლოებით იგივე სცენარებია განხილული ჩინეთისა და რუსეთის შემთხვევაში, ოღონდ ვენესუელას მთავრობის მიმართ. კონფლიქტის შემთხვევაში თუ რა კონკრეტული ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენოს ამ სამივე მხარემ, ესეც არის მოცემული ამ ცხრილში. მაგალითისთვის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი სატელიტური სადაზვერვო მონაცემები და კონვენციური სამხედრო ძალებიც. ჩინეთის შემთხვევაში მან შეიძლება წვნები ჩაუტაროს ვენესუელას სამხედრო ძალებს, აღჭურვოს შეიარაღებით, ასევე სატელიტური მონაცემებით და დაეხმაროს საზღვაო გემებითაც. რუსეთის შემთხვევაში მოცემულია კერძო კონტრაქტორი სამხედრო დაჯგუფებების გამოყენება, იგივე წვრთნები, შეიარაღება, სატელიტური მონაცემები და სხვა სპეციალური ოპერაციების გამოყენება. თუკი შეერთებული შტატები გადაწყვეტს სამხედრო ინტერვენციას ვენესუელაში, მას აქვს რეალურად სამი ძირითადი სცენარი თუ როგორ განახორციელოს ეს და მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. პირველ შემთხვევაში ეს არის სახმელეთო ინტერვენცია და საომარი მოქმედებების წარმოება თავად ვენესუელას ტერიტორიაზე. მეორე ეს არის ვენესუელას ნავთობის ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დამყარება, იქნება ეს ნავთობის საბადოების, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების თუ პორტების კონტროლი და მესამე ეს არის ავიაოპერაციებით ვენესუელას პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ლიკვიდაცია და განეიტრალება. მოდით გავიხილოთ სამივე ეს სცენარი. პირველ სცენარს აქვს ყველაზე დაბალი ალბათობა, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მასშტაბური სამხედრო სახმელეთო ოპერაცია შეერთებულ შტატებს კარგახანია აღარ უწარმოებია. ვენესუელა არ არის პატარა სახელმწიფო, ის არის საშუალო ზომის ქვეყანა 30 მილიონი მოსახლით და ისეთი რელიეფით, სადაც შესაძლებელია თავდაცვითი სამხედრო ოპერაციების წარმოება. ამასთანავე ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ტიპის სამხედრო ოპერაციები, პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი ომი კრიტიკულად მიუღებელია თანამედროვე ამერიკული საზოგადოებისთვის და ასევე თავად პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვისაც, კონკრეტულად დონალდ ტრამპისთვისაც, რომელსაც ბოლო თვეებია მშვიდობის წრედად მოაქვს თავი და ყოველდღიურად ამბობს თუ რამდენი კონფლიქტი დაამთავრა და რომ ის გლობალურ მშვიდობას ამყარებს და აი ამ ძალისხმევაში ის ყოველდღიურად ასევე ითხოვს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებას, ამიტომ ეს სცენარი შეიძლება პრაქტიკულად გამოვიცხოთ. მეორე სცენარი მეტწილად გავს პირველს, გამომდინარე იქიდან, რომ ისიც მოითხოვს სახმელეთო ინტერვენციას, თუმცა შეზღუდული მასშტაბით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სცენარში მოიაზრება მხოლოდ ვენესუელას სანაპირო ზოლის კონტროლი, კონკრეტულად ამ სანაპირო ზოლში განლაგებული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების და პორტების. ამ სცენარს აქვს საკუთარი მინუსები. მსგავსი შეზღუდული ინტერვენციით შეერთებული შტატები ვერ მოახერხებს თავად ვენესუელურ ნავთობის საბადოებზე კონტროლის დამყარებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საბადოები მდებარეობს ვენესუელას ტერიტორიულ სიღრმეებში. პირველი ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ მდინარე ორინოკოს აუზში მდებარე ნავთობის საბადოები, სადაც ვენესუელას ნავთობის რესურსების ძირითადი ნაწილია განლაგებული, ხოლო მეორე ეს არის მარაკაიბოს ტბაში მდებარე ნავთობის საბადოები. მარაკაიბოს აუზში მდებარე ნავთობი არის მთავარი საექსპორტო ნავთობი ვენესუელასთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ნავთობის მოპოვება გაცილებით იოლი და იაფიჯდება, ვიდრე ორინოკოს აუზშია ეს შესაძლებელი. ყველაზე მაღალი ალბათობა აქვს მესამე სცენარს, რომელიც როგორც ვახსენე, ითვალისწინებს ან ავიაციის ან დრონების მეშვეობით ვენესუელას პოლიტიკური და სამხედრო ისტაბლიშმენტის ლიკვიდაციას. თუმცა ამ სცენარსაც აქვს საკუთარი მაღალი რისკები და ამ რისკების შესახებ არის გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ სტატია Foreign Affairs-ში სახელწოდებით რეჟიმის ცვლილების ცდუნება ვენესუელაში. ნიკოლას მადუროს გადაგდება შეიძლება კარგად არ დასრულდეს.
თავდაპირველად სტატიაში ნახსენებია ის, რომ ვენესუელას საკითხის პრიორიტეტში დაბრუნება არის მარკო რუბიოს დამსახურება, რომელმაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნა, რომ ნიკოლას მადუროს მოშორება ეს არ არის დემოკრატიის გავრცელებისთვის გადადგმული საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯი შეერთებული შტატების მხრიდან, რასაც დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება ეს დემოკრატიის გავრცელების პარადიგმას, არამედ ეს არის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადადგმული ნაბიჯი. მარკო რუბიოს ძალისხმევით მოხდა ის, რომ დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ნიკოლას მადუროს დაკავებაზე დაწესებული ჯილდო 25 მილიონი გაეზარდათ 50 მილიონამდე და რომ ტრამპს პირდაპირ გამოეცა განკარგულება, რომ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დაეწყო მოქმედებები ვენესუელას ტერიტორიაზე. ¿Cómo voy a ser un dictador? Si no me formé en la Escuela de las Américas, ni en Harvard. Yo no me formé en Langley, West Point, Escuela de las Américas, ni Harvard. Yo me formé en los liceos de Caracas, en los barrios del Valle 23 de enero, Katia, Propatria, el cementerio. სტატიაში ხაზგასმულია ის, რომ შეერთებულ შტატებს ხშირად არ გამოსდიოდა ფარული ოპერაციებით სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერების ლიკვიდაცია, ერთ-ერთ მთავარ მაგალითად აქ მოყვანილია ფიდელ კასტროს შემთხვევა და ასევე ხაზგასმულია ის, რომ შეერთებულ შტატებს არასდროს მოუხერხებია, რომ მხოლოდ ავიაოპერაციებით, ავიათავდასხმებით მოეხდინა ხელისუფლების ცვლილება ამა თუ იმ სახელმწიფოში და ასევე ნახსენებია ისიც, რომ სადაზვერვო ჯგუფებით დივერსიული ჯგუფებით რეჟიმის ცვლილება ვენესუელაში შეერთებულმა შტატებმა უკვე ცადა 2019 წელს, როდესაც ვენესუელას სანაპიროებზე 60 კაციანი დივერსიული ჯგუფი გადასხეს, თუმცა ეს ოპერაცია წარმატებით გაანეიტრალა ვენესუელას სადაზვერვო სამხედრო ძალებმა. სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილი სამხედრო აგრესიის ალბათობა ვენესუელას წინააღმდეგ შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელშიც გამოიყენება ეს სამხედრო წნეხის კომპონენტი და თუმცა ასევე აღნიშნულია ისიც, რომ მსგავსი მეთოდით შეერთებულ შტატებს იშვიათად მიუღწევია წარმატებას, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისია ნახსენები მხოლოდ მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები და ნიკარაგუა 1900-იანი წლების დასაწყისში, თუმცა უახლოეს ისტორიაში მან მსგავსი პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სამხედრო წნეხით მსგავს მიზანს ვერ მიაღწია და მაგალითად მოყვანილია ერაყის შემთხვევა 90-იან წლებში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ და შემდგომ 2000-იან წლებში მუამარ კადაფის წინააღმდეგ ლიბიაში. სტატიაში ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხდება სამხედრო ინტერვენციის ალბათობის ზრდა, მაშინ ხდება საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და გაერთიანება და დღეს თანდათანობით იმის ალბათობა, რომ ვენესუელაში მოხდეს შიდა არეულობები, შიდა დაპირისპირებები და თუნდაც სამხედრო გადატრიალება ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, ეს ალბათობა თანდათანობით უფრო მცირდება. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელაში ოპოზიციას აქვს ხარდაჭერა, ჯერ კიდევ პოპულარულია ვენესუელელ ხალხში ბოლივარული რევოლუცია და ამ რევოლუციის იდეები. დასკვნის სახით ავტორები ციტირებენ სწორედ რენტის კორპორაციის 2023 წლის რეპორტს, სადაც აღნიშნულია, რომ ვენესუელაში შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენცია შეიძლება დიდი ალბათობით გადაიზარდოს დროში გაწელილი და ხარჯიან სამხედრო ოპერაციად, რომელმაც შეიძლება დასახულ მიზნებს და შედეგებს ვერ მიაღწიოს. შეიძლება ითქვას, რომ ვენესუელასთან პოტენციური კონფლიქტი წარმოადგენს ამერიკული ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინის პრაქტიკაში აქტივაციას, რომლის მთავარი მიზანია ის, რომ დასავლურ ნახევარსფეროში არ მოხდეს სხვა გლობალური ძალების პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო გავლენების გაფართოება. ვენესუელასთან კონფლიქტით შეერთებული შტატები შეეცდება სიგნალი გაუგზავნოს სხვა ლათინურ ამერიკულ ქვეყნებს, რომ თავი შეიკავონ და თავი აარიდონ ჩინეთთან და რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას, რომ ასევე მოხდეს ბრიქსის ორგანიზაცია ბრიქსის გაფართოება ლათინურ ამერიკაში და შეიძლება ითქვას, რომ ირიბის ამიზნი ამ შემთხვევაში არის ბრაზილია, რომ მაგალითად ბრაზილია რაღაც მომავალში აღარ იყოს ბრიქსის წევრის ქვეყანა, ან ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნები არ გახდეს ბრიქსის საომავლოდ წევრი ქვეყნები. თუმცა ვენესუელასთან კონფლიქტს აქვს საკუთარი გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური რისკებიც, თუკი შეერთებულმა შტატებმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია და დროში გაიწელა მისი სამხედრო, აგრესია რა ფორმით იქნება ეს ჯერჯერობით უცნობია, მაშინ ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს, რაც არის აი ამ გეგმით გათვალისწინებული, რომ პირიქით მეტი ლათინურ ამერიკული ქვეყანა დაინტერესდეს ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების
გაღრმავებით. რაც შეეხება მთავარ გეოპოლიტიკურ რისკს შეერთებული შტატებისთვის, ეს რისკი მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი აქამდე მას ჰქონდა ცალსახა უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ მას შეეძლო ევრაზიულ მატერიკზე წარმოიქმნა სხვადასხვა ტიპის კრიზისები, კონფლიქტები თუ გამოწვევები მისი მთავარი კონკურენტი გლობალური ძალებისთვის, იქნება ეს ჩინეთი თუ რუსეთი და მთავარი სათამაშო მოედანი ყოფილიყო ევრაზია, ვენესუელა შეიძლება გახდეს საპირისპირო სცენარის მომცემი სიტუაცია, როდესაც ვენესუელა იქნას გამოყენებული იმ ინსტრუმენტად პეკინისა და მოსკოვის მხრიდან, რომ ესე ვთქვათ, ეს სათამაშო მოედანმა გადაინაცვლოს უკვე შეერთებული შტატების სამეზობლოში, დასავლეთ ნახევარსფეროში, ლათინურ ამერიკაში და მთელი ამერიკული ძალისხმევა და კონცენტრაცია ევრაზიულ მატერიკიდან გადავიდეს მის სამეზობლოზე. დღეისათვის სულ ეს იყო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ დროებით.